საბანკო საფინანსო სფეროში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების ანალიზის მიხედვით საფინანსო საქმიანობის რეგულირების გამკაცრების ტენდენცია გამოიკვეთა. ანგარიშის საბანკო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ბიზნეს გარემოზე გავლენის შესახებ ანალიტიკური ცენტრის ეკონომეტრის წარმომადგენელმა რევაზ საყევარიშვილმა წარმოადგინა. ანგარიშის ავტორის თქმით, ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებათა გამოკვეთილია პოლიტიკური კონტექსტი, ცალსახად ვნებს ქვეყნის საბანკო სისტემის მდგრადობას. ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანსური ოპერაციების შესახებ ეროვნული ბანკიდან კონტროლის პალატისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. უქმებულიც არის, ანუ ამ თვალსაზრისით მისი ხილული შედეგი უკვე არსებობს და შეგვიძლია შევაჯამოთ, იგივე რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც შევიდა საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში, ის პრაქტიკულად 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა და გამოყენებული იყო ქართულ ბანკის საწინააღმდეგოდ, რამაც მას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა, ყოველ შემთხვევაში თავად ბანკის წარმომადგენლები ამას აცხადებენ. ამავდროულად სერიოზული ცვლილებებია შეტანილი თავად ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების მენეჯმენტის ფორმირებასთან დაკავშირებულ კანონებში. ანგარიში, რომელიც ჩვენი ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მომზადდა, ძალიან საინტერესო ანალიზია მოცემული ბოლო 9 თვის მანძილზე საბანკო, საგადასახადო და საფინანსო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებებისა. სამწუხაროდ, ამ ცვლილებების ერთობლივი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ მათი ნაწილი არის პოლიტიკურად მოტივირებული და ძალიან ხშირად ამ ცვლილებების შედეგად მიღებული რეალობა გამოყენებული არის ერთი აქტორის წინააღმდეგ.